ჩასე ჩვენ კვლავ ეთერში ვართ ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ უკვე როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ემოციები დატოვა ამ ტურნირმა ისე დღეს არის კიდევ კონფერენციის ლიგის და ევროპა ლიგის თამაშები და ჩვენი გადაცემა სწორედ იწერება მაშინ როცა აი საღამოს კიდე ამ მატჩებს ველოდებით მაგრამ ჩვენთვის ძირითადი მაინც მოხდა ამ სამშაბათ ოთხშაბათს ძალიან გვაინტერესებდა როგორი თამაშებდნენ ქართველი ფეხბურთელები უკვე ამ მეტად წარუმატებელი მოდი ვთქვათ ხო ნაკრების სანაკრებო ფანჯრის შემდეგ და არის შედეგი ალბათ მოსალოდნელი რამდენად კარგი რამდენად თქვათ უნდა აღფრთოვანდეთ რა თქმა უნდა არაფერი არ გვაქვს აღსაფრთოვანებელი გარდა იმისა რომ Paris Saint-Germain-მა 7-2 მოიგო მაგრამ Paris Saint-Germain-ში ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს ხვიჩას თამაში აი როგორ შევაფასებდით ხვიჩას თამაშს ან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოგების დროს აი თქვენგან დავიწყოთ თუ შეიძლება ბატონო იურა ულოცავ ბარაცხელიას გამარჯვებას მის გუნდზე თლიან საქართველოს ჩვენ უგვირდებოდით ბარაცხელიას თამაშს მე მაგალითად დადებითად ვაფასებ და ბრძოლობდა ბოლომდე ბევრჯერ ბურთით წაართვა და გასატანი გოლიც მისცა და რასთავია 44 წუთზე გაიტანა საუკეთესო გოლი მოხდა ზედაძეს და ქვედაძეს და ამით კაირო შედეგიანია თავდასხმელა გაიტანა და რასთავია აჩვენა თავის სტილია მაგრამ მარტო კვარაცხელია ხوارა ჩვენ გუნდში სხვებმაც უნდა ითამაშოს ფიზიკურად უნდა იბრძოლოს და მაგალითად ყარაბაღის მატჩი იყო და უგულდებოდი კი წააგო მაგრამ ელოდა თავის მომენტს ბოლომდე ერთ-ერთ წააგო მაგრამ როგორც ბენფიკასთან და იხარჯებოდნენ თავდასხმელი გამოაკიდა იმის დავწერს რომელიც მერმოდა და წაართვა ბუგლითი საჯარიმოში ერთელი 60 მეტრა იყო და ბოლომდე უნდა იბრძოლო აი თურქეთთან მატჩი რო იყო საჯარიმოდ გააკეთეს მაშინ და საჯარიმოში არავინ არ ჩაფე ისინი ჩაფენ გაიჩინა და დაყდა და კუთხურის დროს კიდე როდესაც გოლები გაგვივიდა 3 ნომერი იტანს იმათი 22 წუთზე გაიტანა მერე 52 წუთზე რომ ორბის იქიდან რატომ მოდის როგორი გაიტანა ვიღაცა უნდა დაუდგეს ან მანამდე ნახალ შედარებით ნახალ დაცვამ კარგად უნდა ითამაშოს ჩემი აზრი ესა რომ ფიზიკურად უნდა მოემზადო და ბოლო წუთამდე უნდა დაეხარგნო აი ახლა რაც თავარია აი წინა მატჩი რო გვირდებოდით აი როდესაც ლივერპულმა მოიგო ახლა თამაშით 5-1 რას უგვირდებიან კუთხურს როცა აწვდიდნენ ეს ფეხბურთელები ლივერპულის ფეხბურთელები ასე დაეწყობიან მატარებელი იწერდნენ და საჯარიმო მოედანი ტაქტიკა და თავისუფლად შედიოდნენ და ურტყამდნენ ვაჯელ ვან დაიკის მაგ ერთმა ორმა რაკნა იცი და ეს უნდა შემოსატანია აი კარები და კუთხური არის და იგი საერთოდ გევიდნენ კარებს უკან სანამ იგი ჩააწოდებდა და იგი ასდეიჩენ აი ერთადერთი შეხედე არის კაი ვარიანტი ისინი გასული არიან კარებს იქით ჩიკაგოს ხო ვერ დაუწყებ და ჩამოწოდების მერე შემოდიან შიგნით აი ყოფილი ვაგონები აი ხალხიც რო დგას არა ერთი ორი ვარიანტი ესეთი შეაპარეს მოდი ვთქვათ რომ ლივერპულს არსენალიც აყვა და ყველაზე მეტი სტანდარტული მდგომარეობა არსენალს აქვს სხვა შორის გამოყენებული ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე ერთი ისაა კაი შენიშნა კვარაცხელიაზე ესე იგი თუ დაუკვირდით კაი მაინც ყველაზე კაი თამაში გამოდის მარცხენა მხარეს როა კაი არა რა ხდება იცი აი აქედან რომ მარცხენა მხარეს რო არის კაი ყოველთვის არის შემოდის პირიქით გოგო მარცხენიდან შემოვიდა და დაარტყა აქეთ დანმეკუთხეში აქეთ მხარეს არისო არა რა მარცხენა მხრიდან ასე წამოვიდა
ასე აკეთებს ამას ხო არა აი ძირითადად როცა მარცხენა მხარეს თამაშობს და როდესაც კი ეუბნებიან გადადი მარჯვენა და მარცხნიდან ორჯერ ზედიზე დაარტყა მარცხნიდან შემოვიდა მე უკვე აქეთ რომ გადმოინაცვლა ხო და ესე იგი მე ბევრად კარგად გამოდის თამაში მარცხენა თავის მხარეს ასე იყო თავიდანვე სულ მარცხენა მხრიდან და ეხლა შემოდის და რაღაც დამხეცებული აქვს ერთი ტოჩკა, ერთი-ორი ტოჩკა და სხვათა შორის კიდე ბევრ გუნდებს აქვს უკვე. კაიგე, ეხა იამალის თამაში რო ევიღოთ, კაიგე, ეხა აი კვარაცხელია მარცხნიდან და ხო, და იამალი ამას აკეთებს მემარცხენია მარჯვენა კრაიზე, შემოდის და მარცხენა ფეხით უტყავს დალნიში. ესე იგი ადრე თუ ბაძავდნენ ხო იცი მარცხენა თამაშობდა მარჯვენა ეხლა და ხო ახლა აკეთებენ ხო ამასაც ხო როგორ იყავით ცენტრიდან ბატონო არა ხო ესე ისწორებდით წინდებს და ყველა მიწოდა რომ ძალიან გულნათელი ვარ ქართული ფეხბურთელების გამოსვლით ამ თამაშებში ხო და ბიჭო თუ იმაში რა ქვია აზერბაიჯანის ყარაბაღს შეუძლია ასეთი თამაშის ჩვენება რა თბილისის დინამო ვერონო შეძლო კარგი რა აღარ გავიდა დროკოსო ეს ქართველები რა ვართ ესეთები ამნაირად რო სულად ვერ თამაშობ ძალიან ძნელია აღარს ვეძებთ სამართლების საფუძველ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ქართველი ფეხბურთელების გამოსვლით დედას გებიცები რა ესეთი სირცხვილეა რა ჩემპიონატი არ ვარ და ისე არ არის ხო მაგრამ ბიჭო რა არის ეს აი ჩემპიონატი ვარგა თუ არ ვარგა გაიგე შენ თუ გინდა დიდი ფეხბურთის მაინც ითამაშებ გაიგე აი მე მახსოვს ბრაზილიაში 70 ისე ძალიან ბოდიში აი ინგლისის პრემიერ ლიგასთან შედარებით ხო საფრანგეთის ჩემპიონატი ხო არ ვარგა მაგრამ პარი სენ-ჟერმენი ინგლისურ გუნდებს უგებს ყველას შარშანდელი სეზონის მიხედვით ხო ნუ ეხა ესე იგი მოდი გამჩერზე დიდია ხო მაგრამ რა ხდება იცი მაგ თემა რა ხდება დემაგოგიურად კიდე ფეხბურთი ასე ადვილი რო იყოს მაგის საიდუმლოების ძებნა სადაა მაგრამ ის სირთულეებში ეს დმობარება რა ქართული ფეხბურთი შეიქმნა ეს არის ჩვენი წარსული შესრულების შედეგი ნუ წარსული მაგრამ ახლა დაიშალა სამთაკავშირის პირველობა თამაშობდით არ შეიძლება ბურთი არ ატარო არ მოატყო მაგას ვინდა და ამან იყონა ფეხბურთი ამ დონემდე რა ხო თქვენ ამბობთ რომ დრიბლინგს არასწავლია ხო აბარაკა იცით რა ვისაც ნიჭი აქვს ასეთი მწვრთნელი ხედავს პირიქით უნდა დაუსახო ხო გინდა თუ არა 8-9 წლის ბიჭი რო არის თავიდან რო იწყებს რა პასი რისი პასი ბავშვობაში უნდა იქიდან მე უკვირდები სუ პასებზე ათამაშებენ გძალავენ ზოგიერთი არის ამდენი ბურთი გაჩერება და აი და უიდა ეს არის ქართული ხო მაგრამ რა არის ახლა არა თათმაზე იმიტომ რომ ჩვენ შენ თვითონ ფეხბურთელმა გაიგე შენ თვითონ მაშინ ხარ გაიგე დიდი ფეხბურთის გზაზე დამდგარი როდესაც შენ თვითონ ატყობ შენ თავს გაიგე რომ აი მე ბიჭო მე იგი მაკლია და იგი უნდა გავაკეთოთ არა ამან მაშინ აჯობა გაიგე შენ ამაში შენ თვითონ უნდა იმუშაო აზრო ჩვენ დროს არ გახსოვს თორო სულ იმაზე იყო ლაპარაკი რატომ ათხრევენ რატომ აჩერებ ბურთს ბურთი არ აჩერო მიეცი ჩქარა და აი ჩქარა და რა არის წინა მატჩში აჩიკო შენთვი მამარდაშვილი ფეხით ვერ თამაშობდა ამ მატჩში ფეხით არც უთამაშია ბურთი ბიჭო მომისვინე ახლა შენ ახლა ისეთ რამე შეეხი ერთ უთხარი ფეხბურთელი ასე საკარჩევო ქონდა ვიყავი და ფევედა და გაგიჟდები იმარი მეკარე მყავს გაგიჟდები რომ ბიჭო რანაირი ყავს ამნაირი ფეხით თამაშობს გიჟივითო შეშობასა მოუთხარი მეკარე ფეხით თამაშობს იგია კაითო ხელით რო იჭერს არა ფეხით თამაშიც გადამწყვეტი არის არა ძმაო აი ფეხით თამაში ალისონი ძალიან აი ფეხი თამაში აგერა შეხედე ფეხი თამაში აგერა გამას ბურთი გაიგე და მეკარე საძლევს აქვს
გაიგე ამა ფეხი დაარტყავს აქ მე ესენი მოდიან ართმევენ ამას და უგდებენ კარში აი ესაა მეკარეს ფეხის თამაში ამიტომ ეს ამას ძალავენ იგი როგორია ჟორდანიასთან იაკუში და რამეს და ჩემფეხებს დაგაყენა შემადგენლობაში შენო აქო ამასო ამას რომ მოატყუო გაიგე გოლ შეაგდებო შეაგდებო არაო იმარო წაგარდვასო გაიგე ესე იგი მეკარეს ბურთს რო აძლევს ეხლა ერთმა კიდე ქნა ასე გაიგე მე კიდე ხო ესე იგი ახალ კუთხეში გავიდა მეკარეს უკან დაბრუნება და როგორც კიდე მეკარემა ძალიან ოლიმპიაკოს ძალიან ხო ოლიმპიაკოსის თამაში ხო ესე რო გააკეთა ამიტომ უკან დაბრუნება სამარცხვინო იყო ბიჭო დინამო სტადიონზე რომ თამაშობდით და ცენტრიდან მაგალითად ხანდახან გაგიჭირება დააბრუნებდი უკან და მე მეკარეს ვსტანდა ხალხი ეს კი მაშინ ხელში იჭერდა ბურთს ამაზე ხო და აი ხო და დღეს რო ხელში ვერ იჭერდა უკან დაბრუნებულს და ფეხით რო უნდა ითამაშო მაშინ გერხევა აი ამ დროს იქნება სწორედ ბევრი საგოლე კომბინაცია ხო და მაგრიკით მოწინააღმდეგე კარტა მეკარე დაარტყავს წინ და ძალიან ბევრი რამე გონია რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გონია რომ ევროპიდან აუ რა кайფ ფეხბურთს თამაშობენ და ბევრი რამე გადმევიღოთ კაკრას ეს არის სისულელე ამ პასების ხო უკან დაბრუნება მე კიდე კუთხურზე სამნა დააკრენო და ეგერ წამევიდნენ ორი დამცველი გუშინ იმაში ლივერპულში ხო გამოვიდა წინ ერთი ცენტრალური დამცველი ბაღალი გამოვიდა ბაღში შეაგდო გოლი მე მეორე წამოვიდა იმანად გოლი შეაგდო ესე იგი აი ერთი რამეა სარცმელი სტანდარტული მდგომარეობების გარჩევა ხომიდის კუთხურის დროს მაგალთან დადექი გაიგე დაბალმაც რა დაბალთან ხო მეკარეც გამოსვლა როდის სად უნდა გააკეთოს ხო ეხლა დაარწმუნო შემოწმება მეგეს კარგი ეხლა გუშინ ხახალ ეხლა რო ვლაპარაკობდით გუშინ ესე იგი კუთხური აქედან მალო ხო შეხედე კუთხური აქედან კუთხურს აწოდებენ აქედან ხო შეხედე ზოგიერთი ფეხბურთელები სად გევიდა კარების უკან დადგა გაიგე გვერდზე ასე კარები ხოა აგენ დადგენ უკან გევიდნენ ეხა იქ ხო ვერ დაუწყებ ჯიკაობას გასულია გარეთ კარები გასაიბა დარტყმის მომენტში შემოვარდნენ შიგნით გაიგე დარტყმის მომენტში ესე იგი აი ამდენ ასეთი უკვე ხო ასეთი მამაძაღლობები უკვე შემოდის ფეხბურთში და ასეთი ხერხები ამ პრინციპში ეგ უნდა აიგრძალოს ხო და ახლა აიგრძალოს არა გაგუბლება იმიტომ რომ ხანდახან ახლა აფსაიდში არა გადასული კარგი ერთი კაცი დატოვე მაგრამ ხუთი ნოიქდა ხუთი არა და ერთი და ორი ხო ამას აბა ხუთი და ყველა კი არ გარბი რიგი თელი ფეხბურთი დაღუპა უსოდინარო ბევრი ბიჭო კაცი რომელმაც ფეხბურთი ვაფშე არ უთამაშია ასიმეტრი რეაქცია უკან არ გამოგცეურა არის ის ფეხბურთი ვსიურა ხო მაგრამ მაინც ასეა თვისია ჩვენი პერიოდის ფეხბურთზე ვერ იტყვი რომ ჩვენ იქ მაგარი მცველები აქ ჟორდანიადან დაწყებული მერე თბილისის დინამო ბორია პაიჭაძე იქ რა ვიცი მიშამესკის ლავამეტრეველიდან სეომა ბარკაიადან შოთაია მარიძედან გივი ჩოხელიდან ძალიან ბევრი კაი რამები გადმოგჩენს ბაო და მერე ჩვენს ბევრი დავამატეთ და გადავეცით სხვა დაინგრა ქვეყანა მერე მაგრამ ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის იმას მახსოვს 70-ში სოფლიო პირველობაზე რო ვიყავით ხო პელეს შეეკითხეს პელეს მიგიო შენო ამ სოფლიო პირველობაზეო რო გითხამე და კრავენ რა შეამოდიხარო გეიგე კაი უთქამდეს ხო ყოლტანა პელეს 66-ში დაამტვრიეს ხო და მე 62-ში ხო და 70-ში და 74-ში მან ჩამოვიდა რამ ჩამოგებალა გითხამე 74-ში არ ყოფილა 15-ში არის პოი მამა გერმანიაში 70-ში იყო ჩვენ და ხო ჩვენ პერიოდში იგი და მე ძალიან მიყვარს ფეხბურთიო და ფულშოულობ ამაშიო
და მინდაო რომ ჩემი ოჯახიო ღარიბად გაზრდილი ვიყავი ჩემო ოჯახო კარგად იცხოვროსო და ფულს მაზრებად იმდენს და შოულობ იმდენს რომ ამიტომ ვაცხოვრებ თელ ჩემ ოჯახსო გაიგე ოღონდ ეს რასაკვირველია ასეთ რამეებსო კი მინდა გადავცევო იმდენსო რომ ზოგიერთმაო დამძდევენო წინ დაუკან ყოველთვისო უკვე ხელში ამომდის ეს პერსონალკა რო არ შორდებიან აი გურე 29 მატჩში საქართველოს ჩემპიონატზე ელაპარაკი პირველ ადგილზე გასულს აქვს 62 ქულა და კოლხეთის ფოთს 19 ქულა კოლხეთის ფოთი იყო ფეხბურთის აკვანი საქართველოს რამდენი ასეთი აკვანიან გავარდა აკვანი ქუთაისში ლანჩხუთის გურია სადარი აფრიკი არ ლაპარაკობ ამხელა განსხვავება არ უნდა იყოს ქულაში წინათ რო თამაშობდნენ ნუ ეხლა 12 ადგილი 8 ქულით იყო მაგთემა არის უკვე გასარკვევი რომ აერონული ჩემპიონატის ასეთი სიზუსტე რამდენიც არ უნდა იყოს უნდა ერთ რამეში გევერბიოთ თითოეულმა ფეხბურთელმა აი პელეს ტყეების არ იყოს თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს ბავშვი აი გაძლევენ ახლა კაი ფულის მოცემა არის წავდი და ზედმეტი შენ თავზე ინდივიდუალურად იმუშავე აი მან არ შეიძლება თუ შენ თუ იყავი ყველაზე კაი მოედანზე იმიტომ იყავი რომ ბევრს ვარჩევდი ინდივიდუალურად აი რა არის იცი აი ინდივიდუალიზმი ვარჯიშები გაიგე და იმ ადგილზე სადაც შენ თამაშობ რა უნდა გააკეთო გაიგე ამას ბევრი არ აკეთებს გაძლევ საერთო ვარიანტი ხო ეგ გავაკეთოთ მაგრამ კაი რაც აქვს მაუნჯარას უგზავნებდნენ კაი რაც ქონდა გაიგე ბურთის დარე ხო ბურთი არადარო და იმაზე პირიქით ძველმა იმაზე უნდა ამუშაო ამის კაი მხარეზე ქართული ფეხბურთი დაღუპვა უსოდინრობა კი ბატონო კი ახლა ჩეკი ჩამოდიოდნენ ჩვენთან როცა ჩამოდიოდა იაკუშინი კაჩალინი იყვნენ რუსული ტრენერები რომელსაც ბიჭო გამოვლილი ქონდა ეს მსოფლიო პირველობებზე დადიოდნენ უშვებდნენ და ჩამოდიოდნენ იქიდან ცოტა განვითარებულები და მერე ბევრი რამე გადმოგხონდა რუბინის კაზანში რო თამაშობდა სასტუმროში კი არ წავიდა იქვე სტადიონთან ცხოვრობდა და გამოდიოდა ვარჯიშობდა იმიტომ რომ დრო არ დაეკარგა უნდა ევარჯიშა ეს უნდა გააკეთოს ყველა აი რეზო სწორედ ინდივიდუალური მუშაობა საჭირო თავის თავზე ეს ვერ დაკეტავდა ვერ ჯაიჭქვა ინდივიდუალურად არ შეხედავდა არ იმუშავებოდა მასზე რა ამიტომ ვარჯიში მამჩავა რატო თამაშობდა კარგად იმიტომ რომ დიდხანს ეზოში თამაშობდა მე არ მინახია ეხლა ჩვენ დილიდან რომ თამაშობდით საღამოს შევდიოდით ღამე ვათენებდით და თუ ეხლა ვერ დაინახა ბავშვებს რომ თამაშობდნენ. ბიჭო ვერ დაინახა, იმიტომ რომ არის სტადიონები, არის კლუბები, არის და დაყავდა და სანდახა 45 წუთი თამაშობენ წავლენ სახში რა. სანდახევარი ვარჯიში. მეორე ჯგუფი ცulis. მე მესამეზე ჩვენ დილიდან საღამოთი თამაშობდი გაწურდა. თამაშობდი და ეხლა დედამისი წავედი ინგლისურზე წამოდი გერმანულზე, წამოდი ფრანგულზე, ერთი არა და ორი არ ყოფილი. ხო და გამოდიან ინგლისური, ფრანგული იციან, მაგრამ ფეხბურთი არა იციან. ამიტომ დღეს ეს რო იძახიან, საკე პელე რო იძახის, 24 საათი მოედანზე ვიყავი და დავვლავდი იმის გულისა, რომ ოჯახი უნდა ვაჭირო და ფულსაც გაძლევენ, იმიტომ რომ დღეს კაი ფულს გაძლევენ ფეხბურთელებს. ამიტომ აი ორი ჩვენი ევროპის ფეხბურთელები, გაიგე, თურმე ნაკერები ყავთ მცველები, ცალკე მცველები, ინდივიდუალური მცველები, მესისაც და რონალდოსაც. რა მოკრათ კაცს არა, ეს მისაღებია თურმე. მისაღებიცით ახლა მწვრთნელზე რომ
ჩვენ ნაკრების მწვრთნელზე მე მაინც აი თავიდანვე ვიტყვი ასეთია ჩემი აზრი რომ არსად გასაშვები ეს კაცი არ არის ეხა არ დავიწყებ ამაზე საუბარს ნახოთ რა შეიძლება ვწდები შეიძლება არ ვწდები აი ჩვენ თქვით ხო კვარაცხელიაზე ორი სიტყვა ვთქვათ დანარჩენ ფეხბურთელებზეც ვისაც ან უნდა ეთამაშა ან ითამაშა და ვერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ყავდა ჩვენ კიდე ორი ფეხბურთელი ქოჩორაშვილი საერთოდ არ გამოუყვანია გუშინ მწვრთნელს უმძიმეს მატჩში მარსელის წინააღმდეგ სპორტინგმა მოატრიალა მოიგო 2-1 ხა მიქაუტაძეს რაც შეეხება ახლა ორი თამაში ნაკრებში პრაქტიკულად ბურთს არ შეხებია ვილიარეალი მანჩესტერ სიტი აი აქაც 0-2-ზე თქვენ წარმოიდგინეთ მწვრთნელმა 65 წუთზე გაიყვანა მოედნიდან იმ დროს როცა ვილიარეალს თქვა გოლის გატანა ჭირდებოდა იქამდე რეალთან მისი დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე საოცარი დებიუტი პირველივე თამაში შემოიყვანა გაიტანა გოლი შემოიყვანა იმ დროს როცა ვილიარეალს გაუჭირდა და მე ამას ასე ძალიან ისე მოკრძალებით ვამბობდი რომ მიქაუტაძის თავიდან გამოყვანა თურქეთთან არ იყო საჭირო თუ გაგვიჭირდებოდა მერე გამოიყვანა და არა თავიდან სამი ფორვარდი მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ აშკარად ჩანს რომ სამი თამაში ამ ფეხბურთელმა რეალთან ამ საუცხოო დებიუტის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩააგდო იგივე დაემართა ქოჩორაშვილს ხო რატო არ გამოიყვანა მწვრთნელმა ეთყობა ნახა მისი კონდიციები რო არ შეესაბამებოდა და ამიტომ არ ათამაშა ხო ბიჭო მაგისი მარსელი არც გამოუყვანია აბუ მაგარი ფეხბურთელი იყო ბატონო მარსელინა მაგარი ფეხბურთელი იყო ჩემ დროს თამაშობდა მარსელინო გაგახსენდა კარგი ფეხბურთელი იყო და იცის ფეხბურთი სანამ არ გამოიყვანა როცა საჭირო იყო მაშინ გამოიყვანა სანამ ესპანეთის და თურქეთის მატჩი იქნებოდა მე ასე მგონია რომ უბრალოდ გაამახვილეს ყურადღება ყაზაიშვილზე რომელმაც 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და აკეთდნენ. ვიფიქრე ხლა გამიხარდა რომ წამოიყვა ფორმაშია და არც დაუძახეს. ხედავ არა ახლა გასე შენ უკვე რაშობი რა შედიხარ იცი მომისენა ბიჭო აი ჩვენ სიტუაცია ცხოვრების სიტუაცია ფეხბურთელის არ იცი ვარსკვლავი გენიოსი ვინახია რომელიც თუ უნდა და სამ გოლს შეგიგდებდა მაგრამ არ ემზადებოდა რომ თამაშისთვის და ყველაფერს აკეთებდა თამაშამდე. გაიგე, შენ რა იცი რო ჩამოიყვანონ რა არ მომზადებ. არა, მე გეუბნები ერთ რამეს რომ შეიძლება მიტო არ დავაყენე. არა, ბატონი ურა ამბობს. ასეთი მაჩვენებელი რატო არ იძახებ? იქნება გავუგა. ყაზაშვილი ნაკრებშია თამაშობდა. ჩვენი ფეხბურთელები ესეთი არა ისინი რეჟიმისტები არიან ბევრი ხო კაია ყველანაირად მაგრამ არ იცის რომ იქ ასე გონია რომ მოვა გააკეთებს და ამიტომ უკვე ხლა ფულს გიხდიან კაი თამაშისთვის შენ მოდიოდი ხო თუ რომ კაი ფეხბურთი დაიწყო სოფლიოში ძალიან კაი ფეხბურთი და კაი ფეხბურთი შეიძლება დაუძახო ერთადერთი რომ შეიძლება ჩვენ ახლა ესპანეთთან და ბულგარეთთან ჩვენებმა ცოტა მობილიზაცია გააკეთოთ. გაიგე, ეხა რა არის ფიზიკურად თუ კარგად ხარ. გაიგე, ესე ფიზიკურად თუ კარგად ხარ, ტაქტიკაც კაი გამოგდისო. იძახიან უკვე გაიგე და ამიტომ გაიგე, რო ჩამოდიხარ ხო უკვე ვაო პასუხისმგებელი იყავი შენ იქ ფორმაში რო ჩამოხვიდი. იცით, აი არაფერი არ გამოგდიოდა უბრალოდ აი მორ თამაში. კიდევ ისევ დაუბრუნდები იმას, რომ ჩვენი ფეხბურთელები ლიგაზე პრაქტიკულად მხოლოდ ხვიჩა მითამაშა და კარგად ითამაშა, გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, პასის მიცა და სხვა ჩვენს მათ შორის ხვითელი ბარათიც აკიდებ ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, ხო და უმაღლეს დონეზე ჩაატარა თამაში, თავის საქმე გააკეთა და 65 წუთზე გამოცვალეს. რაც არის წესი. ძალიან სწორი იყო ესე, ხო, მოდი დაისვენოს. მოდი სხვა ვათამაშო, ხო, გამოვიდნენ სხვები, მე იმად გაიტანეს ბურთი. პირწმინდად მოიხადა თავისი პროფესიონალური ვალი და შეიტანა თავისი წვლილი ლევერკუზენის ასეთ განადგურებაში მეტოქის მოედანზე. კაცო ლევერკუზენის კაცი გაუგდეს. ამათაც გაუგდეს მე.
მე იქვე ევროპაში არა თითქმის თანაბრად ითამაშეს 10 კაცი გაიარა რაღაცა 2-3 წუთმა და პარი სენ-ჟერმენსაც გაუგდეს ფეხბურთელი ხო არა ამ ხრივ არაფერი უბრალოდ იმათ ერთი გონი 6 თუ 7 კაცი აკლდათ ძირითადი შემადგენლობის ლევერკუზენს ძალიან განახევრებული შემადგენლობით ითამაშეს მაგრამ აი ეხლა რა იქნება ეხლა რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ პირველ რიგში ალბათ ამ ჩვენმა წამყვანმა ფეხბურთელებმა ამ 3 კვირის განმავლობაში რამენერად უნდა გაუმჯობესონ თამაშის ხარისხი ამის გარეშე არ გამოვა ძირითადი ფეხბურთე როგორ შეიძლება აი მე მაქვს თქვენთან ფეხბურთელებთან შეკითხვა რა ხდება როდესაც აი ცენტრ-ფორვარდი რომელსაც ევალება გოლების გატანა მე ისიც არ ვიცი ხა ცენტრ-ფორვარდი ბუდუზივზივაძე არის მაგრამ რამდენად მიკაუტაძე არის ცენტრ-ფორვარდი ცოტა არ იყოს აი ამ სამ თავდამსხლიან ტაქტიკაში აი ვერ ხვდები მაგ უკან არ უნდა დაიწყოს ჩამოსვლა ჩამოდიოდა ხოლმე მისი მთელი აი მარილი ამ ფეხბურთელის იყო რომ აი ძალიან სწრაფად გადაჭერიდა ბურთს მოულოდნელ სიტუაციაში და მცველების მე სისწრაფეზე ერთ კაცს ან ორ კაცს მოატყუებდა ბოლო 3 თამაში პრაქტიკულად ბურთს არ შეხებია აი რას შვება ამ დროს თავდამსხმელი რომელიც არის ამუკეტილი ეს მისი ბრალია თუ ბურთი მაინც უნდა მიიღოს მე მაგალითად კაი კითხავთ მაგ შეკითხვაზე კაი პასუხი გაცა გუშინ ლივერპულის 22 ნომერი იყო აღარია 22 ნომერი ეკიტი კი ხო აგერ იყო ჩასული წითელი რა ბურთი გაიტანა საფასურო აგერ იყო და ასეთი ბურთები გაქონდა მიკაუტაძეს აგერ იყო ჩამოსული აქ ეხმარებოდა დაცვას აი არა აქ წართვის ბურთი იმას მოწინამდე ამას და ამან მოკიდა თვითონ მაროჟე და დაავლო აქიდა რივოკი როდეიწყო ასე ეგენი ყველა წამოსული იყო სისწრაფე აქვს ხო და მაროდა ისე ხონდა მიკაუტაძეს სისწრაფე ხო და არა მეგეუნები არა აკეთებდა ასეთ რაღაცებს აქიდან შეხედე ნორვეგიასთან რა ბურთი გაიტანა აქიდან ერთი რო დაზუსტა რივოკი დაარტყეს ივოკი დაარტყა და გახვიდა ერთ-ერთზე გაასწრო გაიგე ეს ანუ ლივერპული ძალიან კაი ფეხბურთი აჩვენა თავისი დამცველები და ყველაფრით მაგრამ აქიდან რომ გოლ შეგიგდებენ და თელ დისტანციას გადიხარ არა და იმის არ იყოს მაგრამ გერმანელების არ იყოს გერმანელებიც გუშინ რა ფეხბურთი აჩვენეს ბაიერი რა იყო ვიჩ საზღვრობა რაღაცა თან ვიზე ამბობთ ბაიერ ლევერკუზენ ბაიერმა მოიგო კაცო ბაიერმა კი არა ლევერკუზენ 7-2 ლევერკუზენ წარმოიდგინე და გერმანელები თან მაგრამ თან თამაშობენ აი 7-2 თამაშობენ აი ტრახტას არ დააყო 1 2 3 ცენტრალური 5 დამცველი გაიგე აქ 1 2 3 4 ესე იგი შეხედე 5-4-1 თამაშობენ და აქედან რომ ამას რომ 7 გოლს გაუშვეთ. გაშვით გოლს გაუშვეთ. ესე იგი აი უკვე ეჭვი შევეპარა. ბიჭო, ეგი დათვიტი ფუნქციებია. დათვიტი ფუნქციებია 7 ამხელა აი ამ ცენტრალური ზონის დაკეტვა 5-4-1 და 7 ბურთს გაუშვოთ. გაიგე, ესე იგი არ ყოფილა ეს ტაქტიკა თლათ მისახები. ალბა ხოსტორია, მაგრამ რატო? იმიტომ რომ მეტოქეს ყავდა გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელი. არა, შენ უნდა იცოდე ერთი რამე, აი 5-4-1-ით რო იცავ თავს, 5-4-1 თავს უნდა წახვიდე წინ, კალათბურთის არ იყოს, გაიგე და ითამაშო შეტევაშიც. ფიზიკურად უნდა იყოს მზად. მაშინ ხო, აი, კაია. ფიზიკურად უნდა იყოს მზად. ფიზიკურად არის მზად, მაგრამ არ არის ესეთი ძლიერი ფეხბურთელები. ფიზიკურად ჯობია ახლა პარიზ ფიზიკურად მზად რო არ იყო, არავინ არ მოგწევს მილიონებს და არავინ არ გათამაშებს. ფიზიკურად რო ხარ მზად, არის ტაქტიკა. ახლა შეხედე, უკვე ისე წევიდა. ვითომ 5-4-1 კაი ყოფილა დათვისთვის არ ყოფილა 7 გოლს გაუშვოს ისტორია ამიტომ ვილისარიონი დღეს
გვეუბნება რომ მე ვითამაშებ 4-3-3-3-3-3-3 ან 4-4-2-ით. ესე იგი 4 დამცველით, ხო? კი ბატონო, შეხედე ამასაც ესე იგი აქ ის ვარიანტი რომ შენ ამდიდრებ ტაქტიკას თუ 4-3-3 თამაშობ, მაგრამ დაცვის მომენტში როდესაც გესაგ ბურთი შეხედე 4 კი არა შეხედე აქ 4 კი ვარ მაგრამ ორივე მატები აგერ ამას ნახევარდამცველს 4-5-1 გაიგე ხო გაიგე ესე იგი შეხედე მანო ამას ყველაფერი ესე იგი უკვე ცნელის ხელი ჭირდება ცნელი ხელი რომელიც ახლა კი ჭირდება ბატონო უცელებელია მაგრამ თუ ბუნებელს არ გიშლ მარტო სუზარას გიშლ ხო ეხა ბუნება გაჩუქებს ახლა ბუნება რას გიშველეს ბუნება გიშველეს იმას რომ კაი ამიც გაძლევს აგერ და ითამაში კაი ამიჩი უარჩე წადი 1-4 საათი ხო ბუნება მაგრამ არა რატო ამბობ იცი რომ უკვე შენი თქვის არ ხომოდიოდით ხო იძახოდი რომელიც მაგარი თამაშები მიდის უკეო ძალიან ფეხბურთმა მაგრამ მოიმატა ესე იგი ფეხბურთმა თუ მოიმატა მეიმატა ფიზიკა მეიმატა ტექნიკა მოიმატა ტაქტიკა მეიმატა ფსიქოლოგიამ გაიგე და მეიმატა კიდევ ცნელის მუშაობამ ყველაფერმა ხო ამიტომ დღეს თურმე ყველა ტაქტიკას აქ თუ ყავს ყველა ტაქტიკას ისეთი ფეხბურთელები რომ შესრულება შეუძლია გაიგე სირბილი კაი აქვს ტაქტიკურად აზროვნებს სწრაფად აზროვნებს სწრაფად თამაშობს კონჩეტევა იცის უკან წართვა იცის იქვე პრესინგი იცის ასეთი ფეხბურთი ითამაშა ლონდონის არსენალმა საოცარი თამაში მადრიდის ატლეტიკო გაანადგურა ბიჭო მაგი კი არა მადრიდის ატლეტიკო მაგრამ მომიგდეს ყველაფერი მცხონია ხა მადრიდის ატლეტიკო გაანადგურა მადრიდის რეალი. მადრიდის რეალი გაანადგურა არსენალმა. შეწარმოდგენო რა. მალო გაანადგურა საერთოდ ნახეთ ერთმა 4-0 მოიგო, მეორემ 5-1, მესამე 6-1 და სიტი მოიგო 2-0. ისე არ მიმიქცევია ყურადღება კიდე მონაკო ტოტენჰემი იყო. ფრედ დასრულდა. იმას თუ მიაქცია, იმას ხომ მიაქციეთ ყურადღება რომ მოდიოდა 0-0. ის აზერბაიჯანის ყარაბაღი, ბიჭო, ყარაბაღი. ესე იგი, რო უყურებდი გამახსენდა ვაიმე რა, кай ფეხბურთს თამაშობს, ესენი ბიჭო, ესე იგი, კაც ბიჭები, ესე ორთაბრძოლებში, მანო, ესე იგი, როგორი ვარიანტი იცი? არ დაგითმობ არაფერს. ბატონო, ახალია მაგათა სანგები ყავთ ხო? კი, ხო, არა, ჩამოყალიბდი ყავთ, მაგრამ ხო, ამიტომ მაგრამ რა ხდება იცი? აი, просто გესიამუნებოდა უყურებდი ფეხბურთს თამაშობს გუნდი, გაიგე? ვიღაცა საერთოდ არ არსებობდა კაი ფეხბურთი და დღეს თავის ცნელთან ერთად ისეთი კაი ტაქტიკური მონახაზი, ისეთი კაი სისტრაფეები, მერე ორთაბრძოლები რანაირი იცი? აი, ბოლომდე იხარჯებოდა ხო, ესე იგი, აი, მესიამუნა რის იცი რომ ბიჭო, აი არაფერს რო არ გითმობდნენ, თან ხულიგნურად კი არა. გაიგე? აი სპორტიულად და ფიზიკურად და ხო, გაიგე? ესე იგი, აქედან გამომდინარე, თბილისის დინამო თუ აზერბაიჯანის რაღაცა რატო გიჟების რატო ქართველ ვაკასო არ შეიძლება რომ აზერბაიჯანის დონეზე ითამაშა არა ამან აზერბაიჯანის კი არა ევროპის დონეზე ითამაშა ეს მაგერია გუში რომ ფეხბურთი არის მე არ მახსოვს შემთხვევა ხა ჩემ ბავშვობაში სანამ თქვენ იყავით თქვენ რომ წახვედით მე ბაქოს ნეფტში იყო უხერხული მეტოქე თბილისის დინამოზე ერთხელ მოგვიგო აქა 2-1 ბიჭო ვანიშევსკი არ უჯერებდი ახალებს სულ უგებდით სულ ანუ 69-68 სულ უგებდით აი ეს 2 წელიწადი 67-ით კი და აი მე იყო რაღაც უცნაური ამბები იქა აქ დავმარცხდით 2-1 ერთხელ 2-2 ამბობს უნდა იმარხონ კლასი ერთხელ 2-2 ვითამაშეთ სხვა შორის რაღაც პერიოდში გაზევი გადმოყვანეს დინამოში ხო იყო ეს 2-2 დასრულდა გუცავი ჩამეიყარა გუცავი გაზევი მარცხენა ფლანგზე გაზევი მარჯვენაზე გუცავი და 2-2 ვითამაშეთ ბაქოში
ეს მახსოვს. ბიჭო, ბაქოში ყოველთვის კარგად თამაშობდნენ ფეხბურთს და მაგრამ ჩვენ ამჯობრით ქართველები და ეხლა ეს ვიკვირს რომ რატო ეხლა ვერ ამჯობრება. ალმატის კაირატი. გუში 0-0 ითამაშა. თავის მოედანზე. კი ბატონო, უკვე ერთი პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე. შემეღარ. ხო, არა, რო ეხლა და კაირატი იყო გუნდები, რომელსაც დინამოს მოუგებდა. ცოტა ზედან ვაგეთ ქართველ ფეხბურთელებს, რა გეუბნები რა. აზერბაიჯანის ნემჩიკი არა, აგერ გამოვიდა გუნდი უშინძლად. საერთოდ კარაბახი, საერთოდ რო ფეხბურთელი თუ იყო, ფეხბურთი თუ იყო, იგი აგიზარბზონდა და მაგრამ შეხედე ამიტომ უნდა ქართველმა ფეხბურთელებმა ყველა ინდივიდუალურად თვითონ უნდა იცოდეს მე ვარ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისთვის კიდე სხვა მომზადება გჭირდება ის რაც ერთი შენ კლუბში რო ემზადები აი ყოველდღიური რო გაქვს მაგრამ ნაკრებში რომ მიდიხარ იქ თლიანობაში შენი კაი უნდა შეავსო იქ ტექნიკას, ტაქტიკას, ფიზიკას ყველანაირად უნდა მომზადებული უნდა უეჭველი პიკ ფორმაში მოხვილე და თუ ხარ გათხია არა ზუსტად 4 წუთი დაგჭა და მორთამას უნდა ვისაუბრო თუ გათხია უკან მაიგა საქართველოს ნაკრების მაო ინდივიდუალურადაც ბევრი იმუშაო შენ თავზე და ყველა ის ყველაფერი რაც გაკლია იგი უნდა შეავსო და რაც შეიძლება ფორმაში მოხვიდე ამ საქართველოს ნაკრების თამაშების პერიოდში. ხო, კი ბატონო. თუ გინდა წაგიყვანო, თუ ესპანეთთან კარგად თუ გინდა ხალხი წაგიყვანო, ფეხბურთელები, სხვა გუნდები წაგიყვანო. ბატონო მამანუჩარ, აი ბოლო ორი მაჩის წინ 15 და 18 ნოემბერს რო შედგება. თუ რა შეიძლება ამდოლომით უნდა ვითამაშო და კაცურად თუ რა ვითამაშო. ახლა შემეშიტეს ეს მოზეავნეგის მართალია ჩვენ წინამდე იქნება ესპანეთის ნაკრები მაგრამ ცად ჩვენ მარაგოს მაგის ბულგარეთზე მეტი სტიმული უნდა ბოლო მატჩი ბულგარეთთან აი ბულგარეთთან თამაში შეიძლება რა და ხო მაგრამ ორივესთან ბოლო კაცურად ხოლმე წაგომოიცა არა ხოთმან უგრას კაცურად წაგება მე არ მიმაჩი არა დღეს ეხლა ქართულმა ფეხბურთმა ბიჭებმა ფეხბურთელებმა მსმენელებმა ეს ერთ წუთი თუ ერთი ვარიანტი თუ გინდა რომ რაღაცნაირად თავი გეიმართლოთ ჩვენ ყველა ფეხბურთელებმა ეს ორი თამაში უნდა აჩვენოთ რომ საქართველოს ფეხბურთში ტრიალებს არის იქნება და ვიქნებით ყოველთვის ყველგან ლიდერები და მსოფლიო პირველობაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ რომ მსოფლიო პირველობის შესარჩევი და ოფინალური თამაშებში უნდა აუცილებლად მოვხდეთ თუ არა არაფერი არ შეითვალოს აზრი არა მსოფლიო ჩემპიონატზე რო გახსოვთ ბრაზილია ჩემპიონი სხვა გუნდები შეხვდა ქართული ფეხბურთი მოკვდარა რუსეთის ფეხბურთში 6 კაცი ვიყავით ერთხელ ბოლო 6 კაცი ამის 6 კაცი ნახევარი გუნდი იყო სოფლიო ჩემპიონატზე მე 4 დღეს აგერ ევროპაში თამაშობ ეგრას თამაშობ აგერ თბილისის დინამოში ანგელოზვით ბაზა აქვს მიდი და ინდივიდუალურად ივარჩე შენ თავგონებდი გეხმარებია ითამაშე დაიხარდი ერთად ესპანეთთან თუ არ ამიტომ ძალიან ცუდი მინუსით შეეწერება დღეს რომ ყველა ფეხბურთელს ვისაც გამოიყვანებენ ესპანეთთან და ცუდად ითამაშებენ ბულგარეთთან თუ მეიგე ჯობია თუ ესპანეთთან კაი თამაში მე კი მგონია რომ ბულგარეთთან მოგება გასილებით მნიშვნელოვანი რატო? იმიტომ რომ ესპანეთთან მაინც ვერ მოვიგებთ არა ეგრეა აი მაინც ვერ ბატონო ვითამაშე მაინც ვერ მოვიდა გუშინ იმად გააკეთა რა ქვია აზერბაიჯანის გუნდა მაინც ვერ მოვიგებ მაინც ვერ ვითამაშებ ითამაშა კი არა გაგიხარ და ისე ფეხბურთი აჩვენე ფეხბურთი აჩვენე ხო მე ამიტომ რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია მაგრამ იცით რა შეა საქმე ესპანეთთან ნუ კარგი როგორც არ უნდა დამთავრდეს მოვიდა ბოლო თამაში ბულგარეთთან. ბულგარეთი ყველა ვარიანტში ცდილობს რომ ერთი თამაში მაინც არ წააგოს. ფრე მაინც ითამაშოს, ან მოიგოს. 5 თამაში წაგებული ექნება როგორც 2x2 4 ისე. ხო იქამდე. ეხლა როცა შენ
2 წლის წინ ბულგარეთს გასვლაზე 3 ბურთით უგებდი და მე რა ჩდილოთ მაკედონია რომ მივაყოლეთ ხო ეხლა 3-0 მოუგეთ არავითარ შემთხვევაში ჩვენებმა ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ ცხრილზე აზრი არ აქვს და ასე შემდეგ უნდა ითამაშო როგორც სოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბულგარეთთან აი შენ ახლა ისეთ რაღაც შეეხე ბიჭო მაგ ფსიქოლოგიას თქვენთან სტაბია ეგანა და ქვეყანა თელი თითო გულშემატკივარ თვალებში რო შეხედავ მაგას გეუბნება ბიჭო ეგ შეგნებულცა აქვე და ნუ აი ნახოთ თავარია რომ ეს იყო ხო ესე თუ ვერ ნახავთ ესე იგი თუ ვერ ნახავთ სულად კი არა გასაშევი ხარ ძე აქედან საქართველოს ნაკრებიდან ვინც მაგას აი თუ ბულგარეთთან წააგო ჩვენმა ნაკრებმა მერტმა დაიფაროს ამ შემთხვევაში მწვრთნელზე მე უკვე შევიცვლი აზრს და თუ მოუგო ესპანეთს არ შეიძლება თავისუფლად შეიძლება როგორ უნდა მოუგო ესპანეთს როგორ უნდა მოუგო ისე შეუძლია საქართველოს ყოველთვის აი ხარჯე მაგრამ შენ მომისინე აგერ მავჭან მაჩაიძე ნახევარდამცველი ხო იყავი კი ბატონო ხო იყავი სად გეიზარდე აგერ ნახალოვკაში კი ბატონო მე რა უგებდი სოფლიო დონის ყველა ფეხბურთელს ერთ-ერთში რა ამითხარი აი საიდან უგებდი იმიტომ რომ 20 საათი ვარჩევდი ძმაო და თავდადებული იყავი ფეხბურთზე და არ გოლაზე მაშინ ეთამაშები ჩვენზე კაებიც არიან ახლა და ოღონ მიეცი გასახანები აი ეს ხო ქართველია თორსა და ეგ ის მაგასაც შეუძლია და ნუ თვითონ წვრთნელმა თქვა სხვა პლანეტიდან არიანო არ უნდა ეთქვა ხო ალბათ ეს პლანეტიდან არა ძანკაი სტატია ლელუში არ უნდა ეთქვა ალბათ აი სანიოლის ძანკაი სტატია ძმაო ეგ ყველამზე იგიცეთ დიდი მადლობა ვილის მაგრამ აქ მეორე იმაზე ისეთი კაი გარჩევა აქ ეხლა აგერა საქართველოს ნაკრები უკვე წაკითხული წიგნია ჭირდება ახალი მწვრთნელი აი ამაზე ხო აი ეს ამას წერს იქით არის რა ვიცი ხო მაგრამ აი თვითონ ვილი სანიოლი ასეთ ვისარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პატიოსნად მივიღოთ რეალობა ესე იგი რეალობაც გარჩეული აქვს რა ჭირდება მაგრამ მაინც მეც დამაჯერა გონია 4 ზაშლიკიც იგივია კიდე 5 დააყენე კიდე 10 დააყენე მაგრამ თუ წინ დაუკან არინბინე 5 დოლს მაინც აგები ამ იმაში ტაქტიკაში 4-5-1-5-4-1-ში იგანა 7 ბურთი შეიგდებენ აი წადი დამიდე და დაანებე ფეხბურთს თამაში თავი მაშინ ხო 11 მცველი არა 11 გამოდის მასე 10 თავდამსხმელი ვარ მე 10 თავდამსხმელი და 10 უნდა ვათამაშო 10 თავდამსხმელი და 10 დამცველი იგივე წინა ბურთი გაქვს შენ ეს ახალი ტაქტიკა ბულგარეთთან მატჩის წინ ესპანეთთან გამოვცადოთ და ეხლა უნდა დავიმშვიდობოთ ჩვენ დავიმშვიდობოთ და დიდი მადლობა ყურადღების და ბულგარეთთან კი არა ესპანეთთანაც უნდა გაახარონ ქართული გულშემატკივარის გული დღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა